ფოთში 44 წლის ლელა ანჯაფარიძის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ქალაქის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალს ადანაშაულებენ. ისინი მომხდარი ტრაგედიის მიზეზად ექიმების დაუდევრობას ასახელებენ. მათი განცხადებით 44 წლის ქალბატონს ბრმა ნაწლავის ოპერაცია დაგვიანებით გაუკეთდა, რამაც ორგანიზმის მოწავლა გამოიწვია. პაციენტი რომ მივიდა საავადმყოფოში სასწრაფოდ რომ გადაიყვანა, ვინც მიიღო როგორც ვიცი დარეჯან დვალმა, რატომ არ მოახდინა რეაგირება 10 საათამდე, რატო არ გამოიძახა ექიმები და 2 საათამდე სასწრაფო ოპერაცია, რატო მივიდა 2 საათამდე, ხო? რატო არ გააკეთენ მანამდე? ეს ერთი. მესამე დღეს რომ გაწერენ არანაირი დანიშნულება რო არ ქონდა ამისთან, ბრმა ნაწლავი არისო გამსხტარიო, როგორც ვიცი მეუღლეს უთხრეს, ბრმა ნაწლავი არისო იყო გამსხტარი და შონავდაო. დაგვიანებული ოპერაცია იყო ეს, როგორც ჩვენ ვიცი და როგორც გითხრეს, ეს იყო დაგვიანებული ოპერაცია და რის შემდგომ გამოიწვია მოწამვლა. ოპერაციის შემდეგ როდის გახდა ცუდა და მესამე დღეს გამოწერეს, 3 დღის მერე, მესამე დღეს გამოწერეს, იმ დღესვე 7 დღისთვის მოვიდა სადღაც, იმ დღესვე მივაბრუნეთ უკან საავადმყოფოში. იმ დღესვე 12 საათამდე. როგორც ისინი ამბობენ მეორე დღეს არა, იმ დღესვე გაუმვალობა, შებერილობა და ბოდიში და სულ უკეთებდნენ გამწმენდებს. მაგრამ არანაირი და ესე იგი საღამოს რომ მივიყვანეთ 12 საათამდე, სანამ არ ვიხვირეთ, არ ვიცივეთ, არ ვიკივეთ, მეორე დღის 2 საათამდე თუ 3 საათი იყო, არ მახსოვს ზუსტად, მანამდე ქალი არ გადაიყვანენ არსად. ფოთის საავადმყოფოში აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ პაციენტს ყველა შესაბამისი დახმარება გაეწია და გარდაცვალების ფაქტზე შიდა კლინიკური კვლევა მიმდინარეობს. ესე იგი, პაციენტი შემოვიდა კლინიკაში მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით, ჩატარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. ოპერაციის შემდგომი პერიოდი კლინიკაში იყო სტაბილური, რომლის შემდგომაც გაეწერა ბინაზე და პოსტოპერაციული გართულებით კვლავ შემოbrunდა კლინიკაში. მოხდა პაციენტის რეფერირება და სამწუხაროდ ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად მტყოფი გარდაიცვალა. ამჟამად ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს შიდა კლინიკური კვლევა, რომლის შემდგომაც გაირკვევა ავადმყოფის სიკვდილის მიზეზი. რაც შეეხება დაგვიანებას, ამბობენ, რომ ერთი დღის დაგვიანებით ჩატარდა ოპერაციაო. რა თქმა უნდა, შიდა კლინიკური კვლევის შემდგომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ ბრძოლის გაგრძელებას სამართლებრივი გზით აპირებენ.